გრძელდება ჩვენი რუბრიკა ბლიცის გარდა ყველაფერი და დღევანდელი ჩემი რუბრიკის სტუმარია მსახიობი მარიამ კვიტაიშვილი. Ახლა ველოდებით ჩვენ მარიამს, ამბობენ რომ მსახიობებმა დაგვიანება იციან და ვნახოთ ახლა რამდენად პუნქტუალურია მარიამი და რამდენად როლად მოვა. სპეციალურად გავართ აქ რომ მარიამს მოსვლის წამიდან ჩვენ შევძლოთ მასთან უკვე ინტერვიუს დაწყება. მინდა გითხრათ რომ მარიამი უკვე აქ არის, ახლა ხანს მოვიდა და მე ჩავარდი ხა და შევგებები მას. მარიამ პუნქტუალური ხარ, იცი? თან ძალიან მოდი მიკროფონსაც გაგიკეთებ. და ერთად ავიდეთ თან საუბრს ხო ნერვიულობ ინტერვიუზე. მინდა გითხრა რომ 25 წუთით ადრე მოხვედი რა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ ბლიცის გარდა ყველაფერს, რომელიც რუსთავის თეატრის მიერ განხორციელებული პროექტია, რუბრიკა, სადაც მსახიობები თქვენთვის ნაცნობი, საკმაოდ ნაცნობი, ზოგჯერ უცნობიც კი, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ჩავწერეთ ჩვენ დამწყები მსახიობები. მათი უცნობი მხარეები გვინდა რომ გავაცნოთ მაყურებლებს. იმიტომ რომ საინტერესოა ხო, იმიტომ რომ ის ტრენდი რო კულისებს მიიღმა რაღაც კადრები არის, მე ვრცელდება სოციალურ ქსელში არის, მე რაღაცა რეპეტიციების პროცესი, სამაგიდო ეს შემდეგ, მაგრამ ესე მსახიობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თეატრის ეგიდით, რომ საკუთარ ცხოვრებაზე, პირადზე, ჰობზე და სხვა ინტერესებზე თეატრის მიღმა, რომელიც ალბათ კი არა დაუცილებლად აქვთ, გვესაუბრონ და მადლობა მარიამ, რომ ჩემი სტუმარი ხარ, მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი არის მარიამ კვიტაიშვილი. ხე გამბეჟდა და ხოლმე როცა ინტერვიუს წერს უფიქრებ რომ აი ინტერვიუ მონტაჟის გარეშე ესეთი რომ იყოს ამდენი შეცდომის მიღმა რა დამემართებოდა მაგრამ შეცდომებს ყველა უშევთ არა უშავს მოკლედ მაგისტრის არსებობს მონტაჟი მეგობრებო მარიამ კვიტაიშვილია ჩვენი სტუმარი მსახიობი რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ მოდი დავიწყოთ ძალიან ბავშვობაში დავიდეთ რა და ყოველ ცხოვრებაში მე გამოდიხარ თუ არ გამოდიხარ მსახიობი ძალიან ცუდი სიტყვა ეს მაგრამ არის ესეთი ტერმინი არსებობს პირველი სცენა როდესაც რავი ფარდას ჩამოყიდებს რაღაცა პლეიც თუ ქართულად რაღაცა გადასაფარებელს და გაწევს და უკვე აქ არის თეატრი, აქ არის მისი სივრცე, სადაც იწყებს თამაშს, ხო? შენ ცხოვრებაშიც იქნებოდა პირველი სცენა. მოდი ბავშვობის მოგონებები რო გავიხსენოთ თეატრთან დაკავშირებით, ვინ იყო შენი პირველი მაყურებელი? დეიდა, მამა, მეზობლები, რავი, ბავშვები ეზოში თუ როგორ აი რა გახსენდება, რა გააკეთა პირველად? მე სანამ პროფესიულ სცენაზე ახვიდეთ. იცი არის იმდენად ბავშვობიდან და ღრმა ბავშვობიდან ყველაფერზე დავყავდი ჩემებს. სიმღერა, მუსიკა, მოკლედ ყველაფერი ოღონდ თეატრის გარდა. და სცენას მიჩვეული ვარ ძალიან ღრმა ბავშვობიდან. ესე რომ გითხარ ხა პირველია ეს ფარდა რომ ჩამოვიდე და რაღაცა სპექტაკლი ვითამაშე, არ მახსოვს, მაგრამ ჩემთვის პირველი სპექტაკლი იყო ზიურში დავდიოდი ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი ზიური მეექვსე თაობა. აი ჩვენი ბავშვები. აი ჩვენი ბავშვების აი ეს ჩვენ არა მარტო ჩვენი მშობლების ბავშვების. და მან დაიდგა ოლივერ ტვისტი ესეთი მიუზიკლი და მან ვითამაშეთ ესე პირველად ეს სპექტაკლის სახე მიიღო მაგანა ჩემ ცხოვრებაში. მანამდე მღეროდი უბრალოდ ეს სცენაზე. აი მან ცოტა მივხვდი რომ რაღაცა სხვანაირად მომეწონა, რაღაც სხვანაირად წავიდა ყველაფერი და მაქედან მოყოლებული უკვე აი მე რაც მახსოვს ჩემი ცნობიერიდან აი მაქედან მოყოლებული უკვე დავიწყე მსახიობობაზე ფიქრი. მანამდე არ ვიცოდი რა მინდოდა. ну ესე იგი მუსიკა იყო შენს ცხოვრებაში მე ამოჭდა იქ უკვე ფიქრი რაღაცები ცვლილებები მოხდა და ისე რომ არ წასულიყავი ალბათ თეატრში რაღაცა მუსიკალურ გზას გაყვებოდი ალბათ არა ალბათ არა იმიტომ რომ აი ეს რაღაც პროფესიული განხრით არის რომ არ მიფიქრია რომ აი მომღერალი ვიქნებოდი ან მუსიკოსი დაამთავრე 7 წლები მუსიკალურის ფორტეპიანო შემომთავაზეს რომ გავაგრძელოთო 10 წლეთშიო არა თქო გამოვაცხადე და სიმღერასაც შევეშვი თქვი რომ აღარ მინდა სიარული თქო და ისე ჩემთვის აბაზანაში ვიღინებდი და ანუ პროტესტი გქონდა ხო არ ვიცი ის პროტესტი მქონდა არ ვიცი სიმართლე რო გითხრა მაგრამ აი ესე არ სურვილი არ მქონია რომ მიგრძელებინა ხო არა აბსოლუტურად მაგმაყოფილებს ჩემი მონაცემები თეატრში რომ შემიძლია სიმღერა უბრალოდ კი ბატონო, ну გარდატეხა მოხდა ავირჩიეთ მსახიობობა და მოვედით უნივერსიტეტში, ხო? საქართველოს
შოთა რუსთაველის კლასი და არა ილიონის მართლა კი და ეგ არის ძალიან საინტერესო ამბები აბა მითხარი აბა მოხდი უნივერსიტეტში ვინ იყო შენ ხელმძღვანელი რა გამოცდილებები და რა შეგძინა უნივერსიტეტმა როგორც პროფესიონალ მსახიობს ესე იყო ჩემი ამბავი. მოკლედ, რომ თქვი რომ მე მიდოდა მსახიობობა და სულ ამბობდი, მაგრამ აი უკვე იმასაკამდე რომ მივედი რომ უნდა გადამეწყვიტო უკვე რომ სადმე ჩამოვარებინა და ეს რაც მასწავლებლები და აბიტურიენტობის პერიოდი რომ მოახდინა ხო. მოკლედ ოჯახში ძალიან დიდ წინააღმდეგობას შევეჯახე, იმიტომ რომ არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი არ არის თეატრთან კავშირში. არ საერთოდ ახლოსაც არ ჩაუვლი არა, ესე მაყურებლად როგორ არა, უბრალოდ ყველა ექიმია. აბსოლუტურად ყველა. დიდი ბაბუებიდან დაწყებული ესე მოდიან და გამომიცხადეს ესეთი რაღაც, რომ ჩვენ არ გვინდა რომ შენ ესეთი პროფესია გქონდეს, სადაც იქნები მუდმივად უფულოდ. და ძალიან გთხოვ, მოდი ახლა შენ ისწავლე სადმე სხვაგან და თუ მაინც მოგიმდება რომ თეატრალურზე ჩავაბარე, მე ჩავაბარე. ესეთი პასუხი ქონდათ და დიდად წინააღმდეგობა არ გამიწევია სიმართლე რომ გითხრა. დავჯექი და მოვუძებნე უნივერსიტეტი, რომელშიც შესაძლებლობა მექნებოდა რომ მეორადი პროფესია ამერჩია და ეს იქნებოდა სამსახიობო. მოვუძებნე ეგეთი ილიონი აღმოჩნდა, ოღონდ პირველი წელი ქონდათ ეგეთი რომ ესეთი რაღაცა მოხდა რომ მეორადად შეგეძლო ამის არჩევა და წავაწყდი და ჩავწერე პირველი და ჩავაბარე. ბიზნესის ადმინისტრირება ხო დავამთავრე. მართლა ვსწავლობდი. გამოცდებს წერდი, ყველაფერს ვაკეთებდი, აღარ მთელ დღეს ვატარებდი თეატრში. ხო. ილიონის მაშინ თეატრი უკვე ხონდა, კი, ხონდა. ოთარ ეგაძე იყო ხელმძღვანელი. და ოთარ ეგაძემ ჩვენთან შემოუშვა გურამ რეგაძე რეჟისორი და მოკლედ მთელი 4 წელი მე ვთვლი რომ იმაზე დიდი გამოცდილება მივიღე, რაც შეიძლება და მიმიღო შოთა რუსთაველის სახელով. იმიტომ რომ 4 სპექტაკლი ვითამაშეთ მთელი ამ ჩვენი იქ მოღვაწეობის განმავლობაში და სრულფასოვანი თავისი მაყურებლით მე ბილეთები იყიდებოდა მათი. მოკლედ ძალიან ისეთი გამოცდილება მივიღე. საინტერესო ამბავი იყო ეს უნივერსიტეტი და ანუ შენ ესე იგი დიპლომირებული ბიზნეს ადმინისტრების რაღაცა. დიპლომში მიწერია 2 პროფესია. მსახიობი და დიპლომიანი მსახიობი, ამახე ბიზნესშიც რო. მე შეგეთქვი მეც მესამე დიპლომიც აქვს მაგისტრატურის. აჰა, მაგისტრატური. ჩიპა დავამთავრე საზოგადოების და ურთიერთობის. ხო, მაშინ მოდი ესე შევთანხმდეთ, რომ ინტერვიუს ბოლოს მითხარი რა ამ ჩემი კითხვებით, რამდენად რაღაცა ვერგები ამ პიარის ამბობს რა, შეფასება რო გამიკეთე. აუცილებლად. მორჩი უნივერსიტეტს, ეხა ეგრე ადვილი არ არის რა, იმიტომ რომ მსახიობები ხოლმე ეძებენ რეჟისორს, ეძებენ თეატრებს, იქ შტატი უნდა იყოს, რაღაც იქ როლი უნდა იყოს, იქ რეჟისორმა უნდა დაგინახოს და მორჩი ხარ მსახიობი რა, 2 დიპლომი გაქვს, ну, რაც შორის ბიზნესის და სად წახვედი, რა გააკეთე, ანუ პირდაპირ რუსთავის თეატრში მოხვედი? ხო და თუ აქ მოხვედი, რატომ მოხვედი? ნახე რა მოხდა ჩემ შემთხვევაში, ამიტომ სულ ვიცახი, როცა რაღაც ძალიან გინდა და როცა ამ რაღაცისთვის ყველაფერს აკეთებ, აუცილებლად მოდის. და ეგ მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. ილიონის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ეგზიუპერის პატარა პრინცი. ვითამაშე პატარა პრინცი. მქონდა ძალიან გრძელი თმა და შევიჭერი ამ როლისთვის, მოკლედ ბიჭივით. და ამ სპექტაკლს დაესწრო კოტე აბაშიძე, რომელიც მაშინ იყო რუსთავის თეატრის ხელმძღვანელი იმ პერიოდში. და მოკლედ კოტე აბაშიძემ თქვა, რომ ძალიან უნდოდა პატარა პრინცის დადგმა რუსთავში და თან არ ყავდა ისეთი მსახიობი, რომელიც ითამაშებდა პატარა პრინცს და მოდი ეს გოგოც სწავლობანოთ თქვა. ესეც თავი როლი ქონა? კი. და აი ესე მოხდი აქ. უშტატოდ, რა თქმა უნდა, ვითამაშე ეს პატარა პრინცი ამ თეატრში და მე ისე მოხდა და ისე დავაგდა ყველაფერი, რომ მაგნატუნაშიც დამაკავეს, მე ბატონმა ლევან სვანაძემ დამაკავა და აღმოჩნდი აქ. მოდი და მართლა 12 წელი გავიდა, რაც აქ დავწექი პირველად დიდ სცენაზე პატარა პრინცით. ხო და ამ 12 წელს ბევრი ამბავი იქნება, რომლის მოყოლაც მაყურებლისთვის არ შეიძლება. მაგრამ მე დღეს გეძლევა ამის შესაძლებლობა, ნუ ნაწილობრივ ხომ სადგურს ნუ დაგვიხედავ. მაგრამ
მოყვე რა, არის რაღაც ამბავი, რომელზეც გიფიქრე, მოდი რა, ამას არასდროს არ მოვყვებოდი. თუნდაც თეატრს მიღმა და აი რაღაცა დღეს უკვე მზად ხარ, რა რაღაცა ამ ამბავზე ისაუბრო. ხო გაგახსენდა უცებ რამე ეგეთი. მე როცა ვამბობ, რომ რაღაცას არ მოვყვები, იმას არ ვყვები არასდროს. და ეგეთ რაღაცას ვერ მოვყვები, ალბათ. მაგრამ საინტერესო ამბავი რა არის, აბა ჩვენთან საინტერესო ამბავი ხდება სულ, თითქმის ყველა სპექტაკლზე და ყველა რეპეტიციაზე. მოდი რაღაცა ისეთი სახალისო რა იყოს და მაყურებელიც რომ მიხვდეს რა ხდება ჩვენ თავს რომელ სპექტაკლზე ვლაპარაკობ, ყველაზე ისეც გავიხსენებ, ეხლა რაც ალბათ კიდე განმეორდება, იმიტომ რომ შრეკს ვთამაშობ საბავშვო სპექტაკლზე. და თქვა ყველა შრეკს საბავშვოს. ხოდა შრეკში არის ესეთი საფინალო ეპიზოდი არის, ზაზა თაგოშვილი ჩადის ქვემოთ ლუქში, ანუ ჯადო მოაჯადოვებენ და გადაიქცეს ბაყაყად და თვითონვე ასრულებს ამ ბაყაყის როლს, ხელზე თოჯინას იკეთებს და თამაშობს და მოკლედ ყველა სპექტაკლი არის ჩვენთვის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ამ სცენის დროს ჩვენ არ ვიცით ზაზა რას მობუდავს. ოღონდ 10 კაცი ესე ვდგავართ მაყურებლის წინ, ძალიან ახლოს ვართ, წარმოიდგინეთ, არის ტრაგიკული სცენა, ანუ აი საშინელება ხდება, რომ ვიტიროთ ყველამ და იცის და გვაფუჭებს როგორ იცი ყველა სპექტაკლზე, რომ აი სახეს კარგავთ 10-ვე, თუ რამდენი ვდგავართ, არ ვიცი და ვის სახეს სად წავიღოთ, არ ვიცით, ოღონდ ნუ აი ძალიან ვერთობით რა თქმა უნდა, მაგრამ აი სცენაზე გაფუჭება, ნუ აი ყველაზე ცუდი რაღაცაა მსახიობისთვის, რა არ ვიცი სად წახვიდე და თან იცი რა შეიძლება სიცილი უფრო გეცინება. მოკლედ აი ეს არის ხოლმე ჩვენთვის ახლა ეცოდინებათ და დააკვირდებიან მაგ სცენას ალბათ და აი რა ფრაზა გაგცემდება ბოლოს რამაც გაგაფუჭა სცენაზე. საზასი? ანა შარვაძეს რო ეუბნება რომ გამჭყლიტე, ფეხი დამადგი გამჭყლიტე, აი ესეთ რაღაცებს იძახის ხოლმე. ოღონდ ის სხვადასხვა რაღაცებს და წინასწარ არასდროს არ იცი და როგორ უნდა იყოს თანამედროვე ქართული თეატრი, როგორ ფიქრობ? თანამედროვე ქართული თეატრი უნდა იყოს მუდმივად ფეხით, ანუ აყოლილი უნდა იყოს ჩვენ დღევანდელ ცხოვრების რეჟიმს და რიტმს, იმიტომ რომ იმდენად მარტივი გახდა უკვე, რთული გახდა უკვე ადამიანის გაოცება, იმიტომ რომ ყველანაირი საშუალება აქვს, რომ აი წამებში საოცრებებს უყუროს ხო აი იმ ეკრანზე და ხო თუმცა მაინც უნდა შევთავაზოთ, რომ აი ამ საოცრებებმა ვერ ჩაანაცვლა თეატრი და მაყურებელი სულ მოდის, იმიტომ რომ აი თავის დროზე ცისფერი ეკრანები ეგონათ რომ ჩაანაცვლებდა თეატრს ვერ მოახერხა, იმიტომ რომ თეატრალური რევოლუცია მაინც სხვა, ანუ რევოლუცია ოღონდ შემოქმედებითი გაგებით რა ვერ ამარცხებს ვერანაირი გამოგონება და მე მგონია რომ ვერასდროს დაამარცხებს, იმიტომ რომ როცა სადღაც მიდიხარ და შენს თვალწინ ლაივში ხდება რაღაცა ამბავი და ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება თან. ანუ რო დავაკვირდეთ ხო, რაც არ უნდა ერთნაირად თამაშობდნენ მსახიობები ერთ და იგივე სცენას, მაინც სულ სხვადასხვანაირად ვითარდება მოვლენა, რა გინდა არ გინდა მაინც. ამიტომ მგონია რომ ესე შენს თვალწინ გათამაშებულ რაღაცას, ანუ ეს სხვანაირი ჩემთვის სხვანაირი საოცრებაა და მგონია რომ ყველასთვის სხვანაირი საოცრებაა. თავი ყავს თეატრის შეარულის სხვა სპექტაკლი. ძალიან. დადიხარ აქტიურად ხო? როცა შემიძლია დავდივარ სამწუხაროდ ისე არის ჩვენთან დავაგებული ყველაფერი, რომ ის პარასკევი შაბათი კვირა, როცა ჩვენ გვაქვს სპექტაკლები. თითქმის სულ მაგ დღეებში სხვაგანაც და ცოტა გვიჭერს ხოლმე, მაგრამ აი როგორც კი საშუალება მეცემა რომ გავძვრე, მაშინ მივძვრები და ვუყურებ. რეჟისორთა მუშაობაზეც ოცნებობ. აუ აი ვისთანაც კი მეოცნებია რომ მუშაობა ყველა გარდაიცვალა. მაგრამ ჩამოგითვლი, ანუ ეხლა ხანს გარდაიცვალა და ამიტომ უკვე ახალი ნავარჩიო რომ ვიოცნებო. მოგონთ არ მოკლა. არა, ანუ პირველად ჩვენ ცხოვრებაში ისეთი შოკი მივიღე, რომ ნახე, ანუ ჩანაწერი ვნახე რობერტ უილსონის შექსპირის სონეტების. ალბათ ვიყავი ანუ სტუდენტი, სადღაც 2010 წელი იქნებოდა და აი ეს რომ ნახე ეს თავისი ეს კოსტიუმირებული ეს რაღაცნაირი წერტილოვანი განათება პირველად ნახე მაშინ რომ აი საოცრება ხდებოდა სცენაზე და ეს სონეტები და აი მან დამოვიჩემე რომ აი მინდა სულ ეს რობერტ უილსონთან მინდა თამაში ეს გქონდა აუცნებად მე სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი და მეორე ლიტველი რეჟისორი ნეკროშიუსი
რომლის ჰამლეტიც ვნახე ასევე სტუდენტობის დროს რუსთაველის თეატრში ქონა ჩამოტანილი და ყველაზე საოცარი რა იყო იცი რომ გამოვაცა რომ პირველად ვნახე რომ დეკორაცია იყო ესეთი უცნაური და აი შოკირებული ვიყავი ეს ყინულის ჭაღებია კიდე და ყინულის ლოდები იყო სცენაზე სულ და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეს ჭაღები წვეთავდა ესა და ეს წყლის ხმა და სპექტაკლის ბოლოს აღარ იყო აი სასწაული იყო აი მაგან შოკში ჩამაგდო რომ ნახე და ეგეც ამოვიჩე. მაყურებელი უკვე ყველაფრის მიღებას იწყებს შენგან, რაც უფრო ამას თანამედროვედ აკეთებ, შეიძლება მაყურებელთან ერთადაც ითამაშობი და ეს უფრო საინტერესოს ხდის. ნებისმიერ სანახაობას და შოუ და არ უნდა იქცეს, რაღაც თეატრის სულ ამას ვფიქრობ და მეც ეგრე მგონია, შოუს ადგილი იქ სადაც რაღაც ხელოვნებაზე, ნუ სახელმწიფო უნდა პერსონაჟი შექმნას, ნუ არ არის და რაც რთულია ალბათ მსახიობებისთვის ხოლმე აი რეჟისორი იმიტომ კითხე საყვარელი რომ ვიზაოცნებობ რომ რაღაცა მიხვდარიყავი იქ რა გინდა შენ ალბათ მაყურებელიც მიხვდება ნახავენ ნაგუგლავენ მე ძალიან მინდა რომ რეჟისორთან ბევრი ვიმუშაო ჩემ პერსონაჟზე და სამსახიობო ოსტატობა გამოჩნდეს მაქსიმალურად მსახიობების სცენაზე და რა თქმა უნდა საჭიროა ყველაფერი დეკორაციაც მუსიკაც და ყველაფერი ავსებს ამ ყველაფერს მაგრამ თეატრი მაინც ჩემთვის მსახიობია პირველ რიგში აბსოლუტურად გეთანხმები თეატრი პირველ რიგში მაინც მსახიობია კი ბატონო მე ხა ცოტა ისეთ ნაწილზე გადავალ რომელიც იმეთლა გითხრათ რაღაცა ძალიან ფიქრობენ მსახიობები უჭირთ ხოლმე ამას საუბარი და რაღაცა რომ გეგმავდი შენთან ინტერვიუს მე ვიცოდი რომ ამაზე ადვილად მექნება და პასუხები იმიტომ რაღაცა ის მორცხობა გვერდზე გადაია ხასნერები ვიქნებით რა. მარიამ. ხო. უხერხული მომენტების სცენას. ყველას გქონდა. ქუსლი გადაგიტყდა, ფეხი გადაგიბრუნდა, რავი, წაიქეთ სიცილი აგიტყდა, კულისებში გადავარდი, ჩავარდი, გადახტი, თან ახლა სცენა მოდი შევთანხმდეთ, რომ არც ერთ თეატრში რემონტიანშიც კი სცენა სახარბელო მდგომარეობაში არ არის რა. ხან ქუსლი ეჭედებათ, ხან ფეხი ეჭედებათ, ხან რაღაცა კაბისწრა. აბა გამოუშვი. ჭიკარტის მაგვარი რაღაცაც შემრჭობია ფეხში, ფეხშველია დავბოდი. ყველაზე ისეთი სახიფათო და მართლა რო გადავრჩით. მე და ეკა ქრივიშვილი გადავვრჩით. ჭილაძის ელისაბედი იყო რუსთავის თეატრში დადგმული, გურამ რეგაძემ დადგა და მოთამაშებდი ელისაბედს და ეკა თამაშობდა ჩემ დედას და უკან არის სახლის დეკორაცია და კარა და კარები, კედლები და წინ ვართ თამაშობს და უცებ გვესმის უკიდან აი ესე ჩამოიშალა მთელი სახლი აწყობილი და აი ესე აგვწდა ზუსტად სპექტაკლზე ხო და დიდ სცენაზე იყო და უცებ მიხვდნენ და ეს ფარდა წამოვიდა და და დაგფარა მაგრამ ნუ აი ეგეთი შიშის შეგრძნება და აი ეს უხერხული მომენტი არა. უხერხული აღარ არის უკვე, ხო? შიში ამბავია, მაგრამ თან უხერხული, იმიტომ რომ სპექტაკლი გაჩერდა და მე თავიდან გაიხსნა პრემიერ და თავიდან გავაგრძელე. აწყობილი სახით გავაგრძელე, კი. ხო, მესმის, ნუ ძალიან რთული და რაღაც მომისმენე ფეხი მოტეხია თითქოს არ ხდება ხოლმე რა. როლი რომელიც არ გამოგივიდა. ან და ბოლოს მაინც გამოგივიდა, მაგრამ ძალიან იწვალა. იცი რა არის როლი არ გამომივიდა არ ვიტყვი იმიტომ რომ სულ ამტკიცებ იმას რომ თუ მსახიობს როლი არ გამოსდის არის რეჟისორის ბრალი არა ოღონდ კარგი ნათამაშობიც რეჟისორის ბრალი აი რა უკმას ვუგდებ იცით რეჟისორი ახლა ხა მოვჭერ ამას თავი ინტერვიუ თუ მსახიობს როლი არ გამოვიდა არა მაგრამ ეს მე კოპიჩი მე ახსნას ახსნა ვერ მიხსოვე თაკები გადაგჭირდა რა ორი გადაწყვეტა შეჭიდებული მოჭრა ნახე მსახიობის კარგი ნათამაშობიც და ცუდი ნათამაშობიც მე ვიტყოდი რომ 50% არის რეჟისორის დამსახურება რა და მოდი ახლა რა ვთქვა რომ როლი არ გამომივიდა და ის რატომ უნდა ვაწყენინო ვინმეს ამიტომ მოდი ესე ვიტყვი მე რომ მეგონა რომ არ გამომივიდოდა ძალიან რომ შემეშინდა და ძალიან რომ მეშინოდა და ძალიან ბევრი რომ ვიწვალე და ბოლოს ისე რომ გამოვიდა და ხომ ჩემ თავზე ვიტყვი რომ გამომივიდა და მაგარი ვარ ყველაზე კრიტიკული მე ვარ ჩემი თავის მიმართ. უბრალოდ რომ სიამოვნებას ვიღებ თამაშის დროს, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ
კარგად გავითავისე და რაღაცა ვქენი ისეთი რომ ხო, ანუ დაძაბული არ ვარ და სიამოვნებას ვიღებ. ესეთი არის მზის დაბნელება საქართველოში, თამაშობ ნენეს, ბებიას, გაგნიძის დედას. და ეთნიკურად სომეხს. მე არ მოხს ეს სპექტაკლი. ხო, თბილისში ნახე. ოღონდ ფანტასტიკური სპექტაკლია, მართლა ძალიან მიყვარს. მოდი დავასახოთ ახლა რეჟისორი. რეჟისორი აუცილებლად გიორგი ქანთარი არის, რეჟისორი ჩემი მართლა უსაყვარლესი რეჟისორია, ძალიან მიყვარს გიორგისთან მუშაობა, იმიტომ რომ ყოველთვის თუ რაღაცა ან ისე როგორ როლებს მაძლევს, იცი? აი საერთოდ რომ ვერ დამაყენებ იმ როლთან და აი სამუშაო და ის რო არის საწვალებელი და ჩემზე კითხვა უკავშირდებოდა როლი რომელთაც კმაყოფილი ხარ და დღემდე მოყვება ეგ ემოცია მეთქი და შენ წერენ ახსენეს მზის დაბნელება საქართველოში ნენე და ალბათ ამ როლს დაასახელებ აკეთებს ერთ-ერთი ნახე რამდენიმე მაქვს ეგეთი რომ არასდროს არ დამავიწყდა ეს არის ხო ნენეა ერთი ერთიც არის ეხლა ახალია უფრო შედარებით არასაფრენი დღეების პატარა ბავშვთა ბიჭს თამაშობ და ეგეც საყვარელი როლია ჩემთვის ვინი იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სამუშაო იყო და არ ვიცი ხე რა გამოვიდა და როგორ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი და კიდე ელექტრიკოსი ალბათ ტუსა. გასაგებია. მე სამი სპექტაკლს ანახავ, მაქვს გარდახშენი 6-ის გარდა მე არც ერთ. როგორ არა მიმძიმს ამას საუბარშიც კი. მაყურებელს შევახსენებ რომ ყველა იმ სპექტაკლში მიმძიმსა სხვათა შორის. გიყვარს იქ? მძიმე როლია. ძალიან მძიმე როლია, ძალიან მძიმე სიტუაცია ქვემოთ. აი ჩადიხარ თუ არა რაღაცა გიჭერს, იმიტომ რომ არ იცი რა გიჭერს, მაგრამ გიჭერს. და ეს პერსონაჟებიც გიჭერს, გახრჩობს. და შენ თავიდან ეხა კიდე შევეჩვიეთ ჩვენ, მაგრამ აი თავიდან იქიდან ჩვენ ხო მოყუჩებულები ვართ ყველა ჩვენს კამერაში, ასე ვთქვათ და აი იქიდან წიულკივრი რო გესმოდა, მართლა გულწრფელად გეუბნებით, სუდად ხვდებოდი. მართლა აი ხო ვიცოდი, რომ რეპეტიციები მქონდა გავლილი, მაგრამ აი ძალიან რთულია. მის და რაღაცა თავისი რაღაცა სპეციფიკით ატმოსფეროს, ნუ აი განსხვავებული სპექტაკლია და მე ვფიქრობ, რომ დავწერე კიდეც, რომ რაღაცა ისტორიის გაკვეთილია, ანუ რომელსაც კითხვა არ სჭირდება, უბრალოდ უნდა ნახო და უნდა დაიმახსო, რომ მე ვიცი, რომ მაყურებელი მოგცა ძალიან უყვარს ეს სპექტაკლი, მიუხედავად მისისა და ასვლია და გაუყვანიეთ. ამისმის, ხო, აი ყველა იმ სპექტაკლის ნახვა, რომელზეც მე და მარიამი ახლა საუბრობთ. შეგვიძლიათ რუსთავის გიგალორტკი ფანიცის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ხო, მარიამ? ყველა სპექტაკლი თითქმის პარასკევი შაბათი კვირა არის საღამოს 8 საათზე და შეგიძლიათ თქვენ ვიკენდი მოდი დასვენების დღეები ასე ვიტყვი დაგეგმოთ რუსთავის დრამატულ თეატრთან ერთად. მე ბოლოსკენ მივდივარ და ეხა ერთ კითხვას დაგისვა. სცენის გარდა მე ვიცი რომ შენ წაღა თქვი რომ თეატრი არის მსახიობიო და განსაკუთრებით გერგება ეს კითხვა. სცენის გარდა რომელ ადგილს აფარებ თავს თეატრში? საკრიმიეროს ყველა საკრიმიეროს აფარებთ თითქმის. ის რა არის პირადი საკრიმიეროები გვაქვს. ორი ვარ თან სამსამნი და იმდენად ძალიან ინტიმური ადგილია ჩვენთვის რა. აი ყოფილა შემთხვევა რომ სპეციალურად ადრე მოსულ ვარ რეპეტიციის წინ უბრალოდ განა რაღაცაზე ვფიქრობ რეინკარნაციას არავინ არ გავდივართ ჩვენ პერსონაჟთან ვეკითხული ამბავია. უბრალოდ იმდენად სიმშვიდე სუფევს ამ ჩვენს ადგილას შენია აი ყველაფერი შენია იქ. აი ხალათიც იხარ ჩუსტები მაქვს ჩემი ზაფხულისაც ზამთრისაც და ხალათიც მაქვს ერთი სქელი ზამთრის და ერთი თხელი მოკლედ სახლი შეხედე რამდენი ანუ ის არის რა ხეთა საკრიმიერო ეხლა რა გასაღები მაქვს გააქვს ხო და ჩვენ გვაქვს ესეთი წესი როდესაც ჩვენ ვეკითხებით ჩვენს ძვირფას მსახიობს სცენის გარდა რომელ ადგილს აფარებთ თავს თეატრში შემდეგ იმ ადგილზე ვაგრძელებთ გადაღებას წავედით მარიამ კვიტაიშვილის საგრემიერში. ამით გსაფარებს სცენის გარდა თავს, ხო? ხო და ეხლა ჩემო კარგო მარიამ, აქ უფრო საინტერესოდ გაიჟღერებს ეს კითხვა. თეატრები ცნობილია დაპირისპირებებით.
აქ როგორი სიტუაცია ამ მხრივ არის თუ არა შიდა კონკურენცია, კოლეგიალობა რამდენად გამოიხატება. ხო არის რაღაც ისტორიები, რაც გახსოვს ხოლმე რა. შეიძლება ვიღაც წავიდა, მას შემდეგ ვიღაც ახალი მოვიდა, მაგრამ აი იქ ჩარჩა. მესმის რომ ყველაფერს ვერ ყვებიან ადამიანები და მე ჭორებით გადადის რაღაცა. თუმცა ქართული თანამედროვე თეატრის ისტორია ინახავს რაღაც ამბებს, ხო? აი ამ ნაწილში რა შეგიძლია გაგვიმხილო? ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რუსთავის თეატრში, აი ხო, მე 12 წელია ხო აქ ვარ. საერთოდ არც კონფლიქტი არ მოსვლია ვინმესთან. არც რამე კონკურენცია ყოფილა ვინმესთან რაღაცა დაძაბულიყო სიტუაცია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ოღონდ როგორი მეგობარი, იცი რა, რომ შემოვედი და შემოვაბიჯე და რომ დავმეგობრდი იმის მერე რომ მოვდივართ. აი ეგეთი. და რაღაცნაირად ასაკსაც და სქესაც მნიშვნელობა არ აქვს, აი ყველასთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ამიტომ აი დიდად ვერც რაღაცა ერთმანეთთან სხვების კონფლიქტებსაც ვერ ვიხსენებ, არ ვიცი ხშირად ამოცნაურად ჟღერს ეს, მაგრამ მართლა კარგი დასი ვართ. ყველანაირად, მართლა. მესმის. ცოტა დაუჯერებელი ამბავი. დაუჯერებელია და თან ანუ კარგი დასი რახანი მაგას შევეხე, იმასაც ვიტყვი რა, აი რამდენ ხმა მაგალითად არ უნდა ჟღერდეს ჩემგან და სუბიექტურად. გონია რომ რუსთავის თეატრის დასი ძალიან ბევრი დასჯობია და ჩემი აზრით აი რა ვქნა პირველ ადგილზე ვაყენებ. მესმის რასაც ამბობ და ხო შეიძლება ითქვას რომ რაღაცა ჯანსაღ კონკურენციას უწევს ქართულ თეატრალურ სამყაროს, იმიტომ რომ ამ ქართულ თეატრალურ სამყაროში, იმიტომ ამბობ აი ასეთ დიდ ტერმინს, რომ რაღაცა მართლა დიდი სამყაროა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი არტისტი მსახიობი გყავს, მხოლოდ მსახიობი კი არა, არტისტი რო არის რა და გვყავდა კიდეც და ამ თეატრსაც ახსოვს ძალიან ბევრი ისეთი ძალიან ბევრი ისეთი მსახიობი, რომელიც რაღაცა ბევრ თეატრს მქონი შეშუქდება. ვარსკვლავებით დაიწყო საერთოდ. ყველა ვარსკვლავი აქ. ეს ატმოსფერო არის. ხო, ანუ არის კი. გინდა. მარიამ, ჰობი, ინტერესები, თეატრს მიღმა. მხოლოდ თეატრით ვერ იცხოვრებ, ხა თანამედროვე ადამიანი ხარ. იყვნენ ხო ადრე ვიღაცები ცხოვრობდნენ მხოლოდ თეატრით, აი შენთან როგორ არის? ძალიან ბევრჯერ არა. ძალიან იშვიათად მიფიქრია, რომ მოდი ხوار რამე ხوار ვქნა სხვა კიდე ზემოდან, რომ აი როგორ ვთქვა? ან იქნებ ჯობია რომ სხვა რამეს მოვკიდო ხელი, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მარტო ამითი იცხოვრო ადამიანმა. მაგრამ რამდენჯერაც ეს აზრი მომსვლია თავში, იმდენჯერ რაღაცა კარგი მომხდარა აქ. და ეგრევე გავიწყდება. მაგრამ გადაღებები. გადაღებები არის ჩემთვის როგორც თეატრი ზუსტად იგივენაირად ვაყენებ. ვერ ავარჩევ, ანუ არჩევანი ის საშუალება რომ მომწე ვერ ავარჩევ. აი როგორი რაღაცა იცი, აი დედა თუ მამას რო გეკითხებიან, ეგეთი ვარიანტია რა. მაგრამ გადაღებები მაქვს ხშირად, რეკლამების, დიდად რეკლამები არ მიყვარს. მაგრამ რა ვქნათ? სხვა გზა არ არის. მესმის რასაც ამბობ, კი ბატონო. ჰობი, ინტერესები, რაღაც გადაღებები ვახსენეთ და მინდა გითხრა ხა გულწრფელად, რომ როცა ინტერვიუებს წერ რუსთავის დრამატული თეატრის დასთან, მეც ხოლმე მოვდივარ მოუმზადებელი რა მხრივ ხა კითხობს ვამზადებ, მაგრამ მეც მათგან ვისმენ ამბებს როგორც მაყურებელი რა. მინდა რომ პირველად გავიგო რაღაცები, თუ ხელჩასაჭიდი იქნება იქვე ჩავეკითხო, მაგრამ ეხლა თქვა ეგრე მოუმზადებელიც არ დავდივარ ხოლმე და რადგან გადაღებებზე ისაუბრე, მინდა გკითხო 10:45-ზე. ხო, სწორად ვამბობ. მოკლე მეტრაჟიან ფილმზე, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ ძიმეა. ერთადერთი როლია. და ამ ერთადერთ როლს, ანუ რეალურად მთავარ პერსონაჟს ანსახიერებ შენ. ბევრ ჯილდოს და პრიზის მფლობელია ეს ფილმი, ხო? მოდი ამ ფილმზეც რამდენიმე სიტყვა უთხრათ მაყურებელს, იმიტომ რომ თეატრს მიღმა შენი ნახვა შეუძლიათ აი ამ ფილმში, რომელიც ყველასათვის არის ხელმისაწვდომი და რავი, თუ დაინტერესდებიან, მეთქონდნენ ახავენ. ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ 10:45 ჩემთვის მხოლოდ რაღაცა ის არ არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ვითამაშე და
ну პირველი როლი იყო მხატვრულ ფილმში ჩემთვის ეგ მანამდე რაღაც სერიალებში კი მქონდა მონაწილეობა მიღებული მაგრამ ესეთი თავარი როლი და თან თემა ისეთი რაც ყველას გვტკივა აგვისტოს ომი აგვისტოს ომი ხო ან ცოტა სპოილერი გამოდის მაგრამ არა უშავს იცი რა იმდენად ცოტა არის ამ თემატიკაზე ფილმიც და რაღაცა სპექტაკლებიც რომ არ ამგონია რომ დავასპოილერებთ როგორი რაღაც იყო იცი რომ პანდემია გაქანებული თეატრები დაკეტილი არაფერი არ ხდება საერთოდ და კომენდანტის საათი და უცებ ესე გოგიჩა ფილმის რეჟისორი მეუბნება რომ მოდი რამე გადავიღოთ გავერთოთ ესე დაიწყო ამ ყველაფერს ვერ დაგეცინეს მოდი გავერთოთ, მოდი და ესე დაუკავშირდა. ჯერ იდეა მოუვიდა თავში და მე დაწერა და მე როგორი რაღაც მოხდა, იცი? ყველასთან ჩამორეკა, ოპერატორიდან დაწყებული, აი ტექნიკის ამბავში ყველასთან და ყველა წამოვიდა უსასყიდლოდ, იმიტომ რომ იმდენად მონატრებული იყო ყველა ამ თავის საქმეს და სფეროს, რომ არც დაფიქრებულან მოდი გავაკეთოთ ითქვა და ერთადერთი იყო რომ ბინა ვიქირავეთ, სადაც ხატვამ რაღაცები შეცვალა, კედლები შეღება და ეგ იყო და ეგ და დანარჩენი მე ნათია არბოლიშვილი რომელიც ხაზზე მყავს თეატრის დასის წევრია და მასთან ინტერვიუსაც ჩავწერთ, კი. და აი ესე გადავიღეთ 2 დღეში ეს ფილმი, რომელმაც მართლა ისეთი რაღაცები მოიგო, რომ ცოტა შოკში ვიყავით ჩვენც. მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ქართველმა მაყურებელმა მიიღო, იმიტომ რომ იცი რომ რა დღეს დავდეთ გავაზიარეთ ზუსტად 8 აგვისტოს და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ბევრისთვის საყვარელი ფილმი გახდა. ჩემთვის უსაყვარლესი. რა გასწავლა თეატრმა და თეატრის მაყურებელმა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე შენ ცხოვრების დევიზი გახდა. კი. მაყურებელი არის ალბათ მსახიობისთვის ყველაზე საყვარელი, რაც შეიძლება არსებობდეს თეატრში და მაყურებლის გარეშე რა აზრი აქვს საერთოდ რამეს. ხო და როგორი რაღაცა იცი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს და ეხლა მარტივად და მოკლედ ავხსნი რას გულისხმობ, ეს არის მთელი შენი ენერგია და მთელი შენი დრო. ფაქტიურად საერთოდ არ გრჩება დრო იმისთვის, რომ შენი საყვარელ ადამიანთან გაატარო, აი თუნდაც საკუთარი ბებიის რაღაცა იუბილეზე ვერ მიხვიდა, რომელიც 85 წლის გახდა და აი ყველა შენზე განაწყენებულია, რომ აი რა მოხდა, ხა რეპეტიცია გაქვს დიდი ამბავი რომ გააცდინო. ანუ არავის არ ესმის შენი რა. თელ დროს ატარებ აქ. ოღონდ იმიტომ კი არა რომ არ გინდა დაატარებ, ანუ აქ ეს ადგილი ჩემთვის არის თერაპია. ყველაზე დიდი თერაპია არის, რაც შეიძლება ჩემ თავს ჩაუტარო, იმიტომ რომ მოკლედ ამაზე ბევრს ვილაპარაკებ, ამიტომ არ დავიწყებ ამაზე ლაპარაკს და ყველაფრის ანაზღაურება, აი რასაც აქ ხარჯავ და დანაკლისი ისიც გაქვს, აი გადიხარ სცენაზე და აი ეს მაყურებელი გიბრუნებს. არ ვიცი ეს როგორ ხდება და რა მაგია არის აქ, მაგრამ ყველაფერი უკვე გიბრუნდება. შენი დაკარგული ძალები, ენერგიები, დრო, სიყვარული, მეგობრები, აი ყველაფერი გიბრუნდება და გამოდიხარ იქიდან აი აფეთქებული. განივით რა. ხო, საოცარი შეგრძნებაა მართლა. და რა გასწავლა ამ ყველაფერს? რა მასწავლა და როცა რაღაცას აკეთებ, უნდა გააკეთო ბოლომდე. აი არც ერთი წამით არ უნდა დაიხიო უკან და ჩადო ყველაფერი და ასმაგად გიბრუნდება. არა, ვითარ შემთხვევაში არ უნდა მოვატყუო. არა. ეგ ვერ ფიზიკურად ვერ მოვატყუებ. რა არის, იცი, აი ძალიან უცნაურია, მაგრამ აი უყურებ მსახიობს, მე ცხოვრობ, უყურებ მსახიობებს სცენაზე და არ ვიცი როგორ ხდება ეგ, მაგრამ აი ყველაფერი გამჭირ, აი შანსს ვერ მოვატყუებ. და ბოლო კითხვას დავსვამ. თქვენი ნებართვით ქალბატონო მარიამ. რატომ უნდა მოვიდეს მაყურებელი რუსთავის დრამატულ თეატრში? რით ხართ თქვენ გამორჩეულები? ისევ ვიქნები ესე, არ ვიცი, ვიღაცა ალბათ სუბიექტური საქმეს, ხო, და არ ვიცი, არ დაიჯეროს, მაგრამ დამერწმუნეთ. მოვიდნენ და თავად ნახონ. ხო, შეაფასონ თვითონ ჩვენ ხართ თუ არა მოვატყუებთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი შესაფასებელია ეგ ამბავი, ახლა გატყუებენ თუ არა, მოხვალ ნახავ, მიხვდები, გესიამონება თუ არა, რაღაც ემოციებს მიიღებ. აიღებ თუ არა. აიღებ თუ არა, კი. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი დრამატული სპექტაკლი გვაქვს და ემოციები ძიმე. ასევე ძალიან მხიარული კომედიები გვაქვს, რომელზეც აი მართლა თერაპია. შემიძლია დაგეთანხმო. კი, აი ვახშამი 6-ისთვის მაგალითად. შემიძლია ბევრჯერ შემოვიდე და ვუყურო და რაღაცა
მე დამშვიდებული წავიდე რა. კი, აი მართლა ის არის განტვირთვისთვის იდეალური სპექტაკლებიც გაგვაჩნია რეპერტუარში. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსახიობები ყავს საკმაოდ კარგი, მართლა კარგი, ოღონდ არ გატყუებთ, არ გატყუებთ. მოდით ნახეთ და ნახავთ. კი, და მგონია რომ რუსთავის თეატრი იმსახურებს, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყავდეს მუდმივი ერთგული მაყურებელი. და ყავს სხვა მესმის, კი. მე ვიცნობ მაყურებელს, ზოგიერთს მხოლოდ იმიტომ ვიცნობ, რომ ჩემი მაყურებელია, ანუ საერთოდ შეხება არ მქონია, მაგრამ სახეზე ვიცნობ. და ძალიან მიხარია. ძალიან ბედნიერი შეგრძნებაა ეგეთ დროს, რომ აი სპექტაკლს თამაშობ და ხედავ მაყურებელს, რომელიც უკვე 10 ჯერ ყავს ნანახი, იმ ადგილას თუ არა სხვა ადგილას იჯდა. და არ ბეჭდება მასეთ ჩენი ნახვა, ეს ძალიან მაგარია. ეს არის ერთგული მაყურებლის რაღაცა სენი ალბათ, ხო? კარგი გაგებით. მადლობა ინტერვიუსთვის, მარიამ. წარმატებას გისურვებ რუსთავის დრამატული თეატრის 59 სეზონზე. როგორ ჟღერს? და საიუბილეო სეზონი მოდის და ეს სეზონი უნდა იყოს რაღაცა გამორჩეული იმისათვის, რომ რაღაცა კარგად შევხვდეთ 60 წლის იუბილეს რუსთავის თეატრის. ახალგაზრდა თეატრის, თუმცაღაც მრავალწლოვანი ისტორიის მქონე თეატრის. მადლობა და წარმატებები. პირიქით მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის.